დღეს ჩვენ გუგა მე არ გამომდის არ არის ის კაცი ვინც ამას მაგრა აკეთებს დღეს ჩვენ გადავიღებთ იაფი თუ ძვირის მორიგ ეპიზოდს დღეს გვექნება 8 რაუნდი რომელსაც თორნიკე გვითავაზებს და წაგებული დამარცხებული რა თქმა უნდა დაიჯება უნდა გამოიცნოთ ეს ნივთი იაფია თუ ძვირი დღეს ჩვენ შევადარებთ ფასებს რომელია ძვირიანი და რომელია უფრო იაფიანი ესე არ ჯობია ვიდრე ამათი დაწყება კაი გავაქროთ თოკა კი ბატონო მოვიდა პირველი დავალება. აღარ მინდა ზარაყია. რაკით იწყებს წესია თილობარაკი. თავი. პირველი დავალება. აბა, ჩვენ გაგვიმარჯვეს მეგობრებო. ამის ეს არტიკ დავიწყოთ და მე გუგებზე გადავიდეთ, კი ბატონო. ერთი არის 159.9 ლარიანი. მეორე არის 4 ლარიანი არაყი პირდაპირ გეტყვი. 4 ლარიანი არსებობს? პატარა ზონის. ჩეკუ. აბა, ჩვენთანაც ხორება გავუმოწმოთ. გაიხარე გუგა მე უკვე 3 წელიწად ნახევარი გძელდება. მეტიც ვიტყოდი. არა, ჰანგრიმეში. თალია ბიჭო ბოლომდე რა. აი არა. ქართულ ჩიპს. არა დეზინფექცირებლის ყოველგვარი დანამატების გარეშე ხო არ მიატანეები. აი აბა, ძოზე გადაწყვეტილება. ხუში ვარ განაჭედი გაიგე, იმათ ხაია. ძალიან გაჭედილია. კაი, რომელს ვამოთ დიაქნეს თუ ზვირიანს? ზვირიანს. კაი. პროფესიონალმა ოსმან წაგო! ანაირად. რაღაც არომატი ქონა დამატებული რა და მეგონა რომ ეგ არომატის უნდათ რომ არომატი ცალკე ფასი იქნებოდა შეიძლება 4 ლარად რა არომატი გინდა ხო არ ხო და მე მეგონა რომ ეგ არომატი იყო ის რასაც უნდა შევეცდინებინეთ თორე ორივე არ მესია არც ერთი არ მესიამოვნა სიმართლე გითხრა და მე გავარჩი მოკლედ შემდეგი ეტაპი არის აი ეს რაღაცა და თქვენ ძალიან მალე გაიგებთ ახლა კი თვითონ ჩამოვიყვან და დანარჩენს მივხედავ მე თვითონ რა უნდა გაიხადოთ ტანსზე მოდგა აუცილებელი მოთხოვნაა აქ ჩადითავ. ყველები დახუჭე, არ უნდა გაახრე. რატო კაცო? ყავს 2 მასაჟისტი. ერთი სესია ღირს 1 საათი 300 ლარი, ხოლო მეორე ადამიანის სესია 30 ლარი. რატო ნერვიულო? აი მე. ეს მასაჟია ნამდვილად. აი, სულ სხვა საკითხი. ახლა დაიცადე და ახლა არის მეორე მასაჟის დრო. კი ბატონო. ოი ბიჭი. აუ რა ხმებია. აი, ეს უკვე ცოტა კი ბატონო. რაღაც გაიკმიდა გუგა. როგორ გაუსწორდა? საკმარისია, უნდა გაიგოს. აუ, არა, კაია იყოს რა. ბოლო ეტაპი ერთი ძამით. აუ, ეს ისევ წინა მოვიდა. დავიწყეთ. კარგი, ეხლა დაუძახოთ მეორეს. ოი ბაბა. ნიკა, შეგიძლია ადგე. ნასვამზე თან მასაჟი ერთიურად კარგია. ძალიან სასიამოვნო იყო მართლა. ნაზი ხელები შემეხო რა მე. ზვირიანზე წერთ, ხო? შეიძლება შემეხოს, მაგრამ. 1 2 3 თან ვისი შეგეშავა? ბიჭო ძალიან აზადმეკეთება. ბიჭო მე ეროტიული მასაჟი გავუკეთე სპეციალურად ვიცოდიო შეეშლება მასასთან ეგ სიზუსტეა მე თქვენი ბევრად მე შემეშავა ეთქობა როგორც ვიხრი ნიკას რაღაც პრობლემები აქვს რაღაც ეს უძვირფასესი ადამიანი ნამდვილი პროფესიონალი იყო ჩვენი დღევანდელი
სტუმარი ცოტა დავდგით რომ უფრო ძნელი და ძლიერი მასაჟი ყოფილიყო ნიკაზე და გაამართლა. აუ, რატო გავაკეთეთ ეგ? ანუ ეს ჩემი შესწრება გაყოფილა მეღადა. აუ, რა ვიცინე. მეგობრებო! შემდეგი რაუნდი გვაქვს კბილი. კბილი, აუ, ლუდის ფერეთ კვიდი არ გონდა. მაგაშია საქმე. ამასობაში სამი ბიჭები შემოიტანე, შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჩიფსები იყიდება არის ყველა მაღაზიაში. ხახუ და არაჟნის ჩიფსები გვაქვს ამ ეტაპზე, ვამატებთ ძალიან მალე ცხარე ჩიფსაც. ცხარე არომატით. ასევე იოლში შეგიძლიათ რომ შეიძინოთ და არა ქსელურ მაღაზიებში. მოვიდა. მირთვით ჩვენი ჩიფსი და მართლა კაია. ეს არის ტორტი. ვა. ეჰე, აუ რა კაია. არ დაგვაუწყეს ჩვენი წარსდგენი. ეს არის ულამაზესი კომპანია, როგორც ეს ტორტია. ერთ-ერთი ტორტი არის აქედან 100 ტორტის მიერ მოწოდებული ტორტი, რომელიც არის ირაკების 91 ნომერში. ასე რომ, ეხლა თქვენზეა რამდენად კარგ რეკომენდაციას გასცემთ 100 ტორტზე. ერთ-ერთი არის 100 ტორტის საფირმუკები. რა თქმა უნდა, ეს ხო, რატო დაგვანახეთ? რა იცი? შეხედე რა ლამაზი. ხომ არა, ეს სამლართა შეგიძლია, ასე იგივე სილამაზის შეიძლება. ერთი ტორტის ღირებულება არის 150 ლარი, მეორე ტორტის ღირებულებაა 16 ლარი. უზარმაზარი ტორტი. დავიწყოთ ამ ფლავით მაშინ ნიკა. არა, ეს როგორ შეიძლება 100 აკადოს, ხო? შეიძლება სპეციალურად დავჩეხე. ნიკა, მოიცი როგორი ნაბუზარია. აფებს კი შეიძლება. სადი შეიძლება დასაცმელზე თუ შეიწმინდა. ნახოთ ეს ძეგლი. საფეთ მოვიდან კაცი არა. ეცი რა. მარტოთან ერთად მიდის. იხარ გამომლევოთ ბიჭებო პირდაპირ გეუბნები. არა, გეუბნები მე და შენ იცი. ძვირიანს ვადებთ. ძვირიანს ადებთ. 2 3 დავიღუპეთ. ეს იყო უგემრიელესი ძმაო. არა მგონია. საოცრება იყო. ბლეფია. ეს ანცუდი იყო რა და რანაირად არის. პურია შეხედეთ ეს რა. და მაგას ვიძახი ყველა. მე ვამაზესი. მე ხდებოდი მათყუები. ეს იყო საოცრება. ძალიან მაგარი. ღმერთის თავში. ეს არის ცხელი კოფი. აუ. ერთის ფასი გახლავთ. სადღაც 30 თეთრი. ეჯერადი ხო? ხო, ეჯერადი რა. ერთი გავიარე ერთ ცნობილ საყავეში და შევიძინე. სპეციალურად ჩავასხი თერმოსებში, რომ ცხლად მომეტანა. არის ცხელი? გენიალური პირი. კი ბეტონი. პირველი სუნელი. არ ვიცი რომ სუნი არის ძალიან კარგი. ყავის სუნია. ახალი მარცვლებია. მაგრამ 20 თეთრი ყავასაც ესეც სუნია. მინდა გაიგე ხა. შაქარია აქვს? არა. შაქრით არის ზომება ყავა. ხო, ანუ მაინტერესებს. აჭეხება მეორეს. გაგცრა ესეთი სუდია? ნახოთ აბა. ეს არის ყავა პელეშის. 1 ვადებ ძვირიან ყავას ხელს. 2 3 სწორია. აი როგორ მინდა იქნებ კარგია. იქ ხომ არ მეშლება, მაგრამ არა. გაიხარეთ. მადლობა დიდი. დასმისებ კიდე არის ამი კანიჩოკი. რო არ წვეთ ბანებელო. ყავისა და ტორტების შემდეგ დრო მოვიდა ოქროსი. მოდი გავარკვევთ რომელი არის ნამდვილი ოქრო. ერთი ღირს 2000 ლარი, მეორე 50 ლარი. აუ, თოკო, ერთი კითხვა აქვს, რომელიც არ უნდა მოგოტყუო რა. კი, არავითარ შემთხვევაში. ოქროვილი ვერცხლია? ნამდვილად ესეა. და ერთ-ერთი ოქროა. ერთი ოქრო. ძალიან მარტივია თუკა. ის არა გვაქვს თვალი კი, თვალიც გვაქვს და გვაქვს ასევე ამოსათხრელიო ცოტა ის დიაგნოსტიკა გავუკეთო. მაყურებელი ალბათ ადვილად მიხვდება რომელია ოქრო ფერის და მიხედვით. ოქრო იღუნება ხოლმე, ესე მარტივად ოქრო არის ერთადერთი უღუნვადი მეტალი. ერთადერთი და მაგ კითხოს როცა ცოტა სულელი ხარ. მე მაქვს მოგეწონა მოსაზრება. 1 2 3 რა თქმა უნდა. რატო? ორივე წმინდა ის არის. ნივთია? ხოზე გასაკეთებელი, მაგრამ ნუ ეს ოქრო ეთყობა რა. ხარისხი. კი, აი ხარისხს ეთყობა და ფონტიც რა. და თქვენ ორივე შეცდით. ასე სულელია. აი, ვიტყვი. შევედან. მეგობრებო, საინტერესო სერია, ეს არის თქვენი კბილის ჯაგრისები. ოი მამა. ერთი არის 25 ლარად შეძენილი, 22 ლარად. 25 ლარად, მეორე არის 2 ლარად. რატო გამოიხე? არა გამეხა. აა, მაშინ. დედასპიცო კოსტამ ჭიქა გარეცხე. ანამით აღარ აბა ის კაცი რატო იქა გარეცხაო, აუ, კაი რა. გასაგეთი. 25 ლარი და 2 ლარი. ახალები არ იყიდეთ? ნათხოვნია წინში ჩავიდე კბილზე მეთქი როგორ მელამუნება თქო გავდივარ. ისე არასწორია, იმიტომ რომ მეც ხონდა ჩამედო. კადრს მიღმა ატყო და სიცი. რას ნიშნავს ეს? ანუ ერთი ღირს 2 ლარი, მეორე 25. რა? ხო, ახლა ხარ ხელი დიზაინის ნამუშევარი აშკარად. ჩემი სველია ერთი. მე რატო? შენ ხوار გამოიძრე პირში. მე მგონია რომ განსხვავებულ თითებს ვიხილავ ჯაგრისებზე. 1 2 3
ეს რომელია? ძვირიანი. რატო? იმიტომ რომ აი ნახე, აქ ტრამპლინი შეხედე. აქ არის გასახტო. აი ამ ლოგიკით ჯელობები. ხელის მოსაბჯენია აქ. ეს არის რეზინა გამოყენებული. აქ არის პლასმასი. სილიკონია რეზინა. ძლიერ პლასმასია. ეს ხო ხარისხი. აი, გაგიმართლოთ. ერთ გაგორთო აი, ვიცი. ეთყობა რა ხარისხს ხა ათუნა ბაზარია. მე მოგიტანთ ახლა ორ გამოსახულებას. ერთი არის ძვირიანი მონტაჟი, იგივე მასალის, მეორე არის იაფიანი მონტაჟი. იგივე მასალის. გუგა ცოტა უპირატესობა გექნება სავარაუდოდ. ნახოთ, გამოიცნობ თუ არა. ფასები 150 ლარი ერთი, მეორე 1500 ლარი. ასე რომ ყურადღებით. ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. ქართულია ერთ წამს. არა. გუგა შენ მონტაჟი არ არის? კიდევ მომკუთე შემხდარია ძმა. რა გადაღებაა თავად არა მონტაჟი. ხო და მონტაჟს გადაგები იგივე. ჩვენ მარტო მონტაჟს ხმები. შეიძლება თავი მეხუა. გულის მერევა კი ბატონო. კარგი იყო, დაშრომი ნამდვილად კარგი იყო, მართლაც რომ მინიტაში მოდი დაუგრათ. იგივე მოსავა. ხო, ეს იგივეა? ხო. მამა. ვართალია. ჩიტი? რა თაზე შენი იყო? პირველი ჩანდა თითქოს არ კარგი მონტაჟი იყო, მაგრამ დამწყებისთვის ძალიან კარგი მონტაჟი იყო, ჩემი აზრით პირველი რა, იმიტომ რომ შემიძლიაო ესენიო ვაკეთება გვაჩვენა და მეორე იყო რიტმში ჩასული. მათქმევინეთ ერთ კამ, შეიძლება ვწდები, არ ვიცი. როგორც ერთი თვის დაკრული არის შედარებით, შეიძლება ზუსტად დაუკრა, მაგრამ მაინც ის სიკლასნე ეთყობა, ესე არის 2 წლის დაკრულზე და ჩემი აზრით მეორე უფრო კლასნი იყო. ამ შემთხვევაში. მე ვაძლევ მეორეს, ისედაც ხმას, всё, აი მეორეს მივეცი უკვე. კი, შენ თქვი. მე პირველს მივეცი, კი ბატონო და რატო? აუდიო იყო რა, ყველაზე მნიშვნელოვანი ხმები იყო ისეთი პროფესიონალური დამუშავებული, აი ის დანის აღება და რაღაცა ყველაფრის ხმა იყო პროფესიონალური და ბევრად. მივხვდი უკვე რომ გუგასი იყო სწორი რეაქციებიდან გიორგი მას თითი აუწია რომ საუბრობდა. ანუ მივხვდი უბრალოდ ჩემთვის როგორც მაყურებლისთვის პირველზე თავრუს დახვევა და გულისრევები იყო. არა, კი არ შემოსდი და გული მერეოდა რა უყურებდი. შეიძლება მოგეწონოს, მაგრამ ნუ იქ ჩანდა რა კლასია მონტაჟი. მეგობრებო, ბოლო რაუნდი ერთი გულით ლიდერობს გიორგი ჭყონია, ვასიკო შენ გაქვს შანსი დაკაჩვამ რაუნდში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საშინელი სასჯელი არ აქვს. საშინელი? ხო. კი. რაც შეეხება გადამწყვეტი რაუნდის ეპიზოდს, გადავიღებთ გარეთ. გარეთ მიდიო? კი. ან გავაგიჟო. ბოლოკულაა ყველაზე მნიშვნელოვანი, გუგა. აბა, წარმატებებს გისურვ. მოგესალმებით ჯელტვენებო, ეს არის ორი უძალიან მაგრესი მანქანა. ერთის ფასი აღემატება მეორეს 3ჯერ მინიმუმ. 4ჯერ, 5ჯერ შეიძლება. ბოლოს გეტყვით დაახლოებით რომელს რამდენად ვაფასებ. პირველი მანქანა ეს არის Nissan GT-R, რომლის ვებადრონეს წარმოადგენთ, თუ შეიძლება თუ გადმოხვიდეთ, შეგიძლიათ მასსაც დააგვირდეთ. გამარჯობა, მადლობა რომ ხარ ჩვენთან. მეორე არის რა მანქანა? მუსტანგი. მუსტანგი. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ მეგობარო. ძალიან დიდი მადლობა. მოდი აქედან დავიწყოთ. ეს არის Nissan Skyline GT-R. ეს რატომ? ეს ბიჭო Matrix შიგნით ხდება რაღაც რა. აქეთ რა ხდება? მოდი ხა შევხედოთ. შეიძლება ხო? აი უკვე თან ხმაცაც გვესაუბრება? რა? ამის ხდები? მერა. აი გულით მითხარ, მაინც მიგებ რა გულით თქვი. შევიდამე. ორია. ვერც მე ვერ ვთქვი. ეს შეიძლება ანუ რომ დადგენ იმან ძალიან გაასწორს რა, ეგ ამბავია. ახლა? აბა. ოი მამაჩკი. აბა ჩავდი? პატარაზე? ძალიან რთულია, მეგობრებო. კი ბატონო. აი აქ არ ვიცი რა ხდება. ესეც უნდა დავქოქოთ რა. ოი. შეგიძლია გაზ დააჭირს რა. ოი. ოი მამა. მე ვიცინი რა რომ Nissan GT-R არის
ახლები მაგარი ძვირი. მილიონზე მეტი. კი, ძალიან ძვირი ეს კი ბატონო. აი ეს კონკრეტული არ ვიცი. კი ბატონო. რაც ეხება მუსტანგს. მასე მუსტანგიც ვიცი რომ GTA 500-ები მაგალითად 80,000 დოლარით ვიცი რომ ღირს ზოგადად და 25,000. ხედავთ რა მოყვარულები ვართ, არ ვიცით ეს მანქანები. ერთ რაღაცა შემოგთავაზებ, მაგრამ მაგალითად არა. რადგან შენთან ვაგებ ერთი ქულით, თავაზობ შენ კონდეს არჩევის უპირატესობა და ავტომატურად მეორე სავირჩევ მე. აი ესეთი ოფშენი გაქვს, მეტი რა გითხრა. რატომ არა, არ გაწყობს უბრალოდ ჯიგრულად რა. ჯიგრულება არ მინდა, იმიტომ აქ სასჯელი არის საკმაოდ ძიმე, ამიტომ არანაირი ჯიგრი არ იქნება შემოხვიდა. როგორ ჩანს პასუხები არის უკვე მომზადილი. 3-მდე დავიწყდი და თქვენ ხელს გაწევთ რომელ მანქანაზეც ფიქრობთ რომ არის უფრო ძვირად ღირებული ამ ეტაპისთვის. 1 2 3 Yes, მაწყობს, სულ წავაგო მაწყობს. ამ რაუნდში წავა. გამარჯვებული გახდა ნიკოლაი. ზამარა, ვიტო. ამარა, სლავაკი ხარ რა. სასჯელი არ იქნება, იმიტომ დაფიქსირდა და ფრე. და დაგემშვიდობებით არ დაგავიწყეთ ჩვენი სასჯელი ეს არის ჩვენი უძილფასესი კომპანია რომელიც აკამონაჩა. წავედ. რა ღირს ფასები მითხარი? ფასებს ერთ ეხება ეს მანქანა ამ რევანდელი მდგომარეობით. სადღაც 75,000 დოლარი. მართლა? აუ, რა ბიჭია? 75,000 დოლართან შევიძლია. ო, აი ვერ გავიგებდი. არ დაგავიწყოთ, გამოიწეროთ ჩვენი ახი. ავბარგდებით, ეხა ჩავბარგდებით, ვიდეოს დავამონტაჟებთ და წავა სახლებში. გაიხარეთ. წავაგე აი